ამერიკის საქართველოს ურთიერთობა იყო კიდევ ერთი თემა, რაზეც დღეს პრემიერ-მინისტრმა გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, შტატების მოქმედ ადმინისტრაციას არაფერი გაუკეთებია, რათა გამოესწორებინა წინამორბედის შეცდომები. მისივე განცხადებით უპასუხოდ რჩება სურვილი, რომ ურთიერთობა მხარეებს შორის სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. საჯარო წერილი რო ყოფილიყო, გავასაჯაროებდით. რაც იყო საჯარო, გავასაჯაროებთ კიდეც. რაც შეეხება გადაყენებული ელჩის ჭორაობას, ამაზე კომენტარი აბსოლუტურად უადგილოა. ჩვენ გვინდა აღდგეს სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. და რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენი ყველა წერილის, ყველა კომუნიკაციის გაცხადებული შინაარსი. ხო, აბსოლუტურად ყველა კომუნიკაციის შინაარსი მიზანი ეს იყო. ჩვენ გვინდა სუფთა ფურცლიდან აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა, ღირსეული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ძალიან ბევრი რამ გააფუჭა წინა ადმინისტრაციამ. მათ შორის კონკრეტულმა ელჩებმა გააფუჭეს ძალიან ბევრი რამ, ეგნანი, დანიგანი. რეალურად მათ სერიოზული წვლილი შეიტანეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისებრივად გაუარესებაში. აქედან გამომდინარე, მათ მორალური უფლებაც არ აქვთ, რომ რაიმეზე ისაუბრონ, როდესაც საქმე ეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. ახალი ადმინისტრაციის პირობებში იმედი გვაქვს, რომ იქნება განსხვავებული დამოკიდებულება მათ შორის ელჩების მხრით. მე შეგახსენებთ, რა ხდებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც პირდაპირ ორი ელჩი, დეგნანი და ჰარცელი, იყვნენ ჩართული იმ საბოტაჟში, რომელიც წარმოებდა რადიკალური ოპოზიციის ხელით. ეს იძულებითი მოლაპარაკებები, იძულებითი შეთანხმება, ეგრეთ წოდებული მიშელის შეთანხმება და ასე შემდეგ. ერთი წელი აწვალეს ეს ქვეყანა და ქართული ხალხი, ვიდრე საბოლოო ჯამში არ გადავლახეთ 53%-იანი ბარიერი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. რა შუაში აქვს ფინანსური შანტაჟი და ასე შემდეგ. მერე იყო რაღაცა ორთვიანი სიმშვიდე და თებერვალში გაიმართა ორი შეხვედრა. ომის დაწყებამდე და ომის დაწყების შემდეგ. დღესაც არ ვაკონკრეტებ იმას, თუ ვინ იყო კონკრეტულად მოსული, მაგრამ იყო კონკრეტული ადამიანი მოსული, ოფიციალური თანამდებობის პირი, რომელმაც პირდაპირ მოგთხოვა ომში ჩართვა. და პრობლემები დაიწყო სწორედ ამ მომენტიდან, როდესაც ჩვენ თქვით, უარი თან პირდაპირ არ გვითქვამს არაფერი, ხო? კითხვები დავსვით. ხო, პოლიტიკაში ეს ჩვეულებრივი ამბავია, ჯერ სვავ კითხვებს და მერე აფიქსერებ საკუთარ პოზიციას. კითხვებზეც კი არ იგადრეს პასუხების გაცემა, უმარტივეს კითხვებზეც კი. მოითხოვეს ჩვენი ომში ჩართვა, მეორე ფრონტის გახსნა და აქედან დაიწყო პრობლემები, მათ შორის ბიზინა ივანიშვილის მიმართ ფინანსური შანტაჟი.